მოგესალმებით მეგობრებო, როგორ ხართ? აბა როგორ გრძნობთ თავს ამ ცვალებად ამინდებში? ხან გაზაფხულის ორომტრიალი რო შემოვა და გადარევს და ჭყვიდან გადაიყვანს ძარღვებსაც და გულსაც და ხან უცებ ისე რომ მოიჟამება რა ხო გული და ძარღვები კი არა საკუთარი სახელი რომ აღარ გაახსოვს ხო, მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, მადლიერებით, პატივისცემით, თვითონ თქვენთაგან სულ დიდესი მადლობა ჩემგან ნდობისთვის, უპირველეს ყოვლისა და შემდგომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ჩემს გამომწერებს ადამიანებს, რომლებიც ერთგულად მადევნებთ თვალს. დღევანდელი გაშლა მინდა გავაკეთო სამ ვარიანტზე და იყოს ფინანსები, სამსახური კარიერა, ფინანსების საბუთი, რა ვიცი, რასაც აერთიანებს ეს სფერო და თქვენ რაც გაინტერესებთ, რაკიღა საჯაროა გაშლა. მოკლედ და კიდევ ერთი საჯარო გაშლით, იხელმძღვანელებთ ყველაფერზე, ხო? შექმნით ნურც ნეგატიურ და ნურც ძალიან პოზიტიურ სცენარებს, იმიტომ რომ მაინც საჯაროა და მაინც შესაძლოა სადღაც რაღაცა ცდომა იყოს. პირველი, მეორე, მესამე ვარიანტი და დავიწყეთ. აბა ვნახოთ ჯერ ვინ ბრძანდებით. ვინ შეწუხდა ჩემთან მოსასვლელად? ხო, ადამიანი, რომელსაც შესაძლოა ახალგაზრდა იყოთ ასაკით, შესაძლოა რაღაცა ახალს იწყებდეთ, სწავლობდეთ, კვალიფიკაციას იმაღლებდეთ, ხელობას ეუფლებოდეთ. ყოველ შემთხვევაში ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის სიახლეებისთვის, ბატონო, ტრანსფორმაციისთვის, ძველის, ასე ვთქვათ, მოტოვებისთვის და რაღაცა ახალი, ასე ვთქვათ, გადასახედიდან სხვადასხვა რაკურსიდან, ასე ვთქვათ, სიტუაციების დანახვისთვის, ადამიანი, რომელმაც იცის, რომ თუ რაღაც არის მოსაცილებელი, უნდა მოიცილო დროულად და დრო არ ხარჯო, ადამიანი, რომელიც მარტივად ადაპტირდება რაღაცეებთან და კიდევ ერთხელ ვიმეორებ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, ადამიანმა, რომელმაც იცის, რომ ქარიშხალი ხშირად, იმიტომ კი არ მოდის, რომ გაანადგუროს ყველაფერი, არამედ იმიტომ, რომ თქვათ, გაასუფთავოს ის გზა, რომელსაც მე მან ამაყად და თავაწეულოდ უნდა გაიაროს. ეგეთი ენერგიების ადამიანი მიყურებთ და ოხო, არც მეტი, არც ნაკლები, პენტაკლების დედოფლები, საკმაოდ ისეთი თვითკმარი, შემდგარი ადამიანები, ყოველ შემთხვევაში სხვას რომ უკმაპურს არ სთხოვთ, სხვის ხელებში მაყურებელი რომ არ ხართ. შესაძლოა ვიღაცას წამყვან პოზიციებზეც მუშაობდეთ, შესაძლოა საკუთარი ბიზნესი გქონდეთ, არ ვიცი, სოფლის მეურნეობასთან გქონდეთ რაიმე კონტაქტი. შეიძლება ჩემი კოლეგაც ბრძანდებოდეთ, სხვათა შორის პენტაკლების დედოფალი ამ სფეროსაც მოიცავს და აერთიანებს საკუთარ თავში და შეიძლება დაოჯახებული ქალბატონებიც მიყურებთ. სხვა შორის დაოჯახებულ ქალბატონებზე ვიღაცა მთხოვა გააკეთეო გაშლაო და ვეცდები ამ ჩანწერის მერე დრო თუ მომრჩა, ეგება გავაკეთო. ხო, კარგით, მოკლედ, ვინ ხართ გავიგეთ და ახლა ვნახოთ ახლანდელი და უახლოესი ენერგიები თქვენ სამსახურებრივ ფინანსურ სფეროში. მოდი რაკიღა ემიგრანტები ბევრი მიყურებთ. გავაკეთოთ ასე, ხო? ნახეთ, ახლანდელი სიტუაცია იყოს საბუთი, იყოს სამსახური და იყოს ფინანსები. და მერე გავაკეთებ უკვე უახლოეს ენერგიებს. აბა ვნახოთ საბუთთან რა სიტუაცია გვაქვს. საბუთთან რაღაცა მზადების პროცესში ვართ, რაღაცებს ვალაგებთ, რაღაცებს ვარკვევთ. სხვათა შორის ისეთი რა, საკმაოდ პერსპექტიული წყობა გვაქვს უკვე რაღაცა ფაზლის, თითქოს უკვე ვიცით, რომ ფინიშამდე ცოტა უბრალოდ ბევრიც აღარ არის დარჩენილი, ხო და ძალიან მალე ჩვენს ასე ვთქვათ, მიზანს მივაღწევთ და ხელში დავიკავებთ იმ დოკუმენტს, რაც ჩვენ გვჭირდება, ხო? ესეთი განწყობა გაქვთ ახლა საბუთთან მიმართებაში. სამსახურთან ახლა რა ენერგიები? ახლა ის ენერგიებია, რომ ცუდად არ გაქვთ, ვერ გეტყვით, რომ ახლა რაღაცა ვარსკვლავებს წყვეთ და ვაიმე და რაღაცა სასწაული. ფულიცვიო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატივს გცემენ, აღიარების მომენტი გაქვთ, გაფასებენ და
სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ შესაძლოა ისეთი სამსახური გაქვთ, სადაც იმაზე მეც აკეთებთ, ვიდრე გიხდიან. ანუ დახმარების რაღაცა ქველმოქმედების მომენტიც ქვეტექსტურად შეიძლება იყოს. ან პარალელურად ძალიან ბევრი საქველმოქმედო საქმიანობით იყოთ დაკავებული ამ ეტაპისთვის. და ფინანსებში ვნახოთ რა ხდება. ფინანსებში მთლად ვერ. ანუ რატო ესეთი წყობა თუა აქ სამსახურზე ფინანსებში რატო გვიჭირს? რაღაცა ილუზიები გაქვთ, არ ვიცი, უკეთესი გინდათ რეალურად ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ არ გაქვთ იმისი რესურსები, რომ უკეთესი მოიძიოთ და თქვენ მაინც უკეთესი გინდათ და არეჯანსაღა დაფასებთ თქვენ შესაძლებლობებს, ან მოთხოვნა მიწოდების ბალანსი ცოტა არეული გაქვთ, ფარდობითობის თეორია თუ სწორად გამიგეთ ძალიან გთხოვთ, რასაც ვამბობ, ხო? ყოველ შემთხვევაში რაღაცა ილუზორული, რაღაცა ისეთი ცოტა, მოდი დავაზუსტოთ ეს რა ხდება, რას ნიშნავს ეს ილუზიები. საკუთარ თავზე გაქვთ ზედმეტი ილუზორული მომენტები თუ მეც თხოვთ თუ როგორ სულელის არკანი და ის რა არის კვერთხების პაჟი. ხო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ფიქრობთ, რომ რაღაცა უნდა გაანულოთ თქვენს ოცნებებში და თქვენს გეგმებში უკვე ახალიც გაქვთ დაწყებული დაახლისკენ ისწრაფვით. ანუ რა სიტუაციაც არ უნდა გქონდეთ, თქვენ მაინცახლისკენ იხედებით. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ჯანსაღია, არა ჯანსაღია, სწორია თვით შეფასების ნაწილში თუ არა, ეს თქვენ უკეთესად იცით, მაგრამ ნუ ეს ენერგიები გაქვთ. ახლა ვნახოთ უახლოესი ენერგიები მანახეაბა, უახლოესი ენერგიები მაჩვენე. რა იქნება ჩემი მაყურებლის საბუთი, სამსახური და ფინანსები. ვნახოთ სამსახურში, საბუთში. არა, საბუთში აქ ყველა ვარიანტში გამოგივათ, მეგობრებო. პენტაკლების მეფია, შეიძლება ცოტა გაჭინაურდეს, ცოტა დრო დაჭირდეს, მაგრამ აუცილებლად ძალიან კარგად დაგიგვირგვინდებათ ეს საკითხი. აქ სანერვიულო არაფერი გაქვთ. დროს მოითხოვს უბრალოდ. ოთხიანი ხმლები, რატო სამსახურთან დაკავშირებით აბა მაჩვენე? ეს რას ნიშნავს? უახლოესი ენერგიები. რატო ემოციურად? არა და რეალურად იმპერატორით გისრო. ანუ ნახეთ როგორი მომენტია. ძალიან აი შეხედეთ ხელმძღვანელთან თქვენს ზემდგომთან, თქვენს დამსაქმებელთან არ გინდა ზედმეტი ემოციურობა. ზედმეტი არც მიმდობელობა გინდათ, არც ეჭვიდაშიში. მიხვდით აი ბალანსი, თორემ აი ამ ზედმეტი ემოციურობას ან სიფიცხეს, ან რაღაც ნებისმიერ ტიპით, ხო? ამ თქვენს არაჯანსაღ ემოციურ კლიმატს შეიძლება მოყვეს ის, რომ რაღაცა ნაწილში წაგებული აღმოჩნდეთ და კი ბატონო, ეს თქვენი აი წეღანის ილუზიები რაც იყო, აქ გადმოვიდა, ხო? რაღაცამ თქვენმა არ გაამართლოს. საბოლოო ჯამში მითხარი გასაგებია რომ ესე თუ არ იქნება, ისე იქნება, მაგრამ აი ეს ამარკანის რა კი მაჩვენებ პოზიტივ, ანუ დადებითად გადაწყდება სამსახურებრივი ნაწილი უახლოეს პერიოდში. მაჩვენე დაკიდებული მამაკაცი ფანტასტიკური არკანია უკეთესობისკენ. და კი ბატონო, აქაც დრო გჭირდებათ. ნახეთ, აი ძალიან ნელა მიდის მეგობრებო სიტუაცია, გამორიცხული ამბავია. აქაც, ნუ ორი დედოფალი, აქ შეიძლება ვიღაც ხალით დაგეხმაროთ. ძალიც გაგიჭიანურდებათ, რაღაცა ტკენაც გექნებათ, შეიძლება შეხლა შემოხლა, ნუ ფიზიკურს არ გულისხმობ, ხო? გქონდეთ ხელმძღვანელთან, ვიღაცა დამსაქმებელთან, რაღაცა გაურკვევლობები გქონდეთ, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კარგად გიმთავრდებათ ესეც. ნუ კენწეროში გატკბილდების თემა. და ფინანსებში სხვათა შორის მართალია ხმლების პაჟია, მაგრამ აქაც რაღაც როგორი მომენტი იცით, ახალი, აი ბევრი გაჭიანურების მომენტზე მაინც ახალს რომ დაიწყებთ და ნახეთ, მიყვარს ეს არკანი და რა გავაკეთო. უკეთესი სიტუაციისკენ რომ მიდიხართ, ხო? ანუ ტოვებთ, გაურკვევლობებს, ნახეთ როგორ დაჯდა ტკივილს იმედგაცრუებას და უკვე всё ყველაფერს მშვიდობებით და მიდიხართ და საბოლოოდ მაჩვენეთ, აი მე მიკერძოებაში რომ არ დამდოთ ბრალი. ნახეთ აქაც რა ენერგიებში გადაწყდება, საიტწავა უფრო სიტუაცია. ნახეთ
აჰა, რა ისაით წავა მეგობრებო და ვინც თქვენ რაღაცა ფორმით ტკივილი მოგაყენათ, ვინც თქვენ რაღაცა ფორმით ხელი არ მოგიმართათ, პირიქით შეგიშალათ, შეიძლება სხვა ზემოქმედებაც იყო, არ მინდა ახლა ეს ხმამაღლა რაღაცებზე ვისაუბრო. ბუმერანგის პრინციპით იმათ უკან დაუბრუნდებათ ეს ყველაფერი, აბსოლუტურად ყველაფერი და თქვენთან რა იქნება ეს მანახე ძალიან გთხოვ, ვინც მიყურებს, იმ ადამიანებთან რა იქნება ეს თავდაცვის რეჟიმში, აი განულება იქნება, აი ამ მთელი ქაოსის და მთელი უბედურების და ბოლო მაჩვენე, ბოლო ახლის დასაწყისი. კი, და იქაც ხმლების დედოფალი და ხმლების კვერთხების ის იყო რა ქვია, დედოფალი და კვერთხების ტუზი. ანუ ფინანსურ ნაწილში ვინც მიყურებს იმ ადამიანს პოზიტივისკენ ექნება, აი ბოლო ერთი არკანით მიპასუხე, დადებითი თუ უარყოფითი მანახე. კვერთხების ტუზია მეგობრებო, როგორ შეიძლება აქ რაიმე ნეგატივზე ვთქვათ, პირიქით. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გირთულდებათ მეგობრებო, არ არის ეს ისე რომ ჰოპ და გადავხტით ჩვენ ვცოცხლობთ, არა, ეგ თემა არ არის აქ. აქ რაღაცეები გაგიჭიანურდებათ, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავარი ის არის რომ გვირაბის ბოლო სინათლეა. მადლობა პირველ ვარიანტს. მეორე ვარიანტი ვნახოთ ახლა. აბა მეორე ვარიანტი მანახეთ ვინ არის ჩემი მაყურებელი. ოი დედა რა მგატკინათ ესე რამ გაგა ოი გამოსვლას ძალიან ემოციური, ძალიან ნინდობი, ძალიან ემპათიური ადამიანი, რომელიც სხვა შორის გონება გამჭრიახიც ხართ, განათლებულიც ხართ, ინტელექტშიც არ გიჭირთ, მაგრამ გარკვეული სიტუაციებიდან გამომდინარე გიწევთ მუდმივად ბრძოლა, გიწევთ მუდმივად ან სხვისი ან თქვენი არეულის დალაგება, ხო, რაღაცა ტკენების, ანუ ნახეთ, თქვენი შეცდომების ხარჯზე სწავლობთ და არა სხვისი შეცდომების ხარჯზე. ერთი არკანის მაჩვენეთ. ნუ აი სულ მიჯნაზე ყოფნა გიწევთ, სულ გიწევთ საზღვა, აი ზღვარი, სულ დუალურ ენერგიებში ხართ, ეს თუ ეს, ეს თუ ეს, ეს თუ ეს, ანუ სულ აი ეს ემოციური საქანელა დაგდებთ ლაიტმოტივად, რეფრენად, ასე ვთქვათ, თქვენს ცხოვრებას. კაი, მანახე აბა ახლა. კონკრეტულად საბუთი ახლანდელი რა მდგომარეობა, სამსახური და ფინანსები. აბა საბუთი ვნახოთ. ხო, საბუთზე, არ ვიცი, ინფორმაციებსაც აგროვებთ, არკვევთ რაღაცებს, მოკლედ წინ მიიწევთ ყოველ შემთხვევაში, რაღაცა დაბრკოლებების არ გეშინიათ, არის რაღაც პატარ-პატარა რაღაცები, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აბსოლუტური ის გაქვთ, რა ქვია, მზაობა იმისთვის, რომ ნებისმიერ ფასად თქვენ თქვენს მიზანს მიაღწიოთ. სამსახურში რა ხდება? სამსახურში უკეთეს ადგილზე გადასვლას ფიქრობთ, რომ დროა უკვე რომ რაღაცა ძველს გამოეთხოვოთ და უკეთესი სიტუაცია დავიმსახურე, ესეთი მომენტი გაქვთ და ფინანსებში რა ხდება? ფინანსებში სხვა შორის ახლა ვერ ვიტყვი რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა, არა, თქვენი საკმარი ყველაფერი გაქვთ, მაგრამ ნუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ახლა ვარსკვლავს არ ეთამაშებით ნამდვილად და მთვარეზე ბილეთი არ გაქვთ ჯერჯერობით შეძენილი, მაგრამ სტაბილურად თქვენს არავისი ხელი შემყურე ნამდვილად არ ხართ, უფრო მეტით შესაძლოა ფიქრობდეთ რაღაცების გაფართოებას, რაღაცა საკუთარი საქმის დაწყებას და ანუ რაც გაქვთ იმაზე რაღაცების დაშენებას მოკლედ. კარგით. ახლა ეგ მითხარი უახლოესი პერიოდის ენერგიები მითხარი აბა მეორე ვარიანტთან. უახლოესი საბუთი, სამსახური და ფინანსები. საბუთში აუცილებლად ის თქვენი შრომა და ბრძოლა დაგიფასდებათ და აბსოლუტურად მშვიდობიანად დაგიმთავრდებათ. მოაწესრიგებთ ყველაფერს, მიხარია. სამსახურშიც აუცილებლად სტაბილურობაში იქნებით და აბსოლუტური სიმშვიდე და თვითკმაყოფილება და თვითკმარობა გექნებათ. უპირობოდ აგერ თქვენ და აგერ მე საჯაროა უბრალოდ გაშლა, მაგრამ ვინც დაიჭერთ ინფორმაციას გამიხსენებთ. ფინანსებში არის სამყარო, მეგობრებო, არ ვიცი. ნეტა აი ამ ენერგიის 50% აგისრულდეთ და დამერწმუნეთ, რომ არ ვიცი, მართლა ძალიან ბევრჯერ გაგახსენდებით. მადლობა მეორე ვარიანტს, მშვენიერი.
და ვნახოთ ახლა მესამე ვარიანტში. აბა რა ხდება მესამე ვარიანტი? ვინ მომიბრძანდა, ვინ შევაწუხეთ? ძალიან გამგები, ძალიან ემპათიური, ძალიან მეგობრული, ძალიან აი როგორი ადამიანიც, ესეთი ადამიანი უნდა ინატრო, რომ შენს ორბიტაზე და შენს სიბრტყეში მოხვდეს, რომ გქონდეს ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა. შვიდი წყნარი ჰარმონიის მომტანი, აი ხომ ვამბობთ ხოლმე, რომ კარგი ადამიანი ის კი არ არის, ხა ვინც კარგად ლაპარაკობს, რა კარგად ილაპარაკებს ყველა. ხო? ისწავლის ბოლო-ბოლო რა, კაი ტექსტებით საუბარს და ილაპარაკებს. მოქმედებითაც თუ დასჭირდა ბევრი აფერისტებს და ისე იმოქმედებს, რომ სასწაულს იზამს, ხო? მაგრამ ნახეთ, თავის გარშემო ატმოსფერო, რომ კარგი შექმნას, ჯანსაღი შექმნას და თავის გარშემო რაღაცა სიტუაციები ისე იყოს, რომ ყველას უხაროდეს ამ ადამიანთან ურთიერთობის, ბევრს არ გამოსდის. თქვენ ზუსტად ის ადამიანი ხართ, ვისაც ეს ყველაფერი გამოგდით. კიდევ ვინ ხართ? სხვაჩერს თქვენს ცხოვრებაში ძალიან ბევრი ციკლური მომენტებია, სულ აღმადაღმა გიწევთ, ზოგჯერ მარტო სეირნობა არა, ხტომიალიც და ფორთხიალიც. ხო, თქვენ ძალიან კარგად იცით სინათლის ფასი, იმიტომ რომ იცით, რომ ძალიან მალე ბნელდება ხოლმე და პირიქით ძალიან სწორად აფასებთ სიბნელეს, იმიტომ რომ იცით, რომ ყოველთვის მოდის განთიადი. ამავდროულად თქვენ შეიძლება თვითონ თქვენი არსებით, თქვენი პიროვნებით, თქვენი არსებობით, თქვენი უბრალოდ ყოფნით იყოთ ვიღაცისთვის შანსი და შესაძლებლობა და კიდევ ერთი არკანით, რა გითხრათ, ძალიან სტაბილური, ხასიათით გაწონასწორებული, მეოჯახე, აი ღირებულებებზე ორიენტირებული, მოკლედ კაი ტიპი ხართ რა, ძალიან კაი ტიპი. ძალიან მოკლედ და ლაკონურად რომ გითხრათ და მოდით ახლა ვნახოთ. ახლა თქვენ ცხოვრებაში რა ხდება? საბუთი, სამსახური, ფინანსები. საბუთზე რაღაცა დიდი ალიაქოთი მიდის, რაღაცა ძალიან დიდი ცვლილება, ცოტა ნერვიულობაც გიწევთ, მაგრამ ხო, აი როგორი მომენტი გაქვთ, იცით, რომ ყოველ შემთხვევაში დადებით ნაწილში ელოდებით გადაწყვეტილების მიღებას. ყოველ შემთხვევაში შეიძლება ვიღაცა მამაკაციც დგას თქვენს გვერდში, ვინც გეხმარებათ და მოკლედ ყოველ შემთხვევაში რაღაცა ისეთი სკეპტიკური დამოკიდებულება აქ არ გაქვთ. სამსახურში რა ხდება? სამსახურში რაღაცა ძალიან ნატკენი ხართ, ძალიან ნაწყენი ხართ, აღარ გინდათ, აღარ მინდა. არ ვიცი, შეიძლება ძალიან ცუდი უფროსი გყავთ, ქალბატონი, საკმაოდ ისეთი კონფლიქტური. ხო, რაღაცა ეგეთი ენერგიები მომდის და აი ოღონდ აქ აღარ გამაჩერა ეს მომენტი გაქვთ. ეს რას ნიშნავს? ვინმე რამეს გიფუჭებთ, კაცო? აფუჭებს? გიკეტავენ ენერგიებს, კი? რა ვქნა მეგობრებო, რაც მაჩვენებს ის არის, აქ ვიღაცა გიკეტავთ ენერგიებს. ახლანდელ სიტუაციას გელაპარაკებით. ხო, ფინანსებზე რა ხდება? ფინანსებზე 6-იანი პენტაკლებია, არ ვიცი, შეიძლება ქველმოქმედებასაც ეწეოდეთ, არ აქვს მნიშვნელობა, მდიდარი ხართ, ღარიბი ხართ, ბევრი გაქვთ, ცოტა გაქვთ, ბუნებით ეგეთი ადამიანი იყოთ. შეიძლება პირიქით თქვენ გეხმარებოდნენ კიდეც, ყოველ შემთხვევაში ცუდი ენერგიები არ არის. თქვენი საკმარი, თქვენი, ასე ვთქვათ, პურის საჭმელი სიტუაცია გაქვთ პირველადი მოთხოვნილებებისთვის, რაც არის საჭირო, შეიძლება ცოტა მეტიც. და ახლა ვნახოთ, აბა უახლოეს პერიოდში რა იქნება, ძალიან დამაინტერესა სამსახურის ნაწილში, რატომ ამოვიდა ის, რაც ამოვიდა. აბა მანახე. რა იქნება საბუთზე, უახლოეს ენერგიებში, რა იქნება სამსახურზე და რა იქნება ფინანსებზე. საბუთზე რა იქნება და ცხრიანი თასები, აი ეს არის აბსოლუტური სისავსე, აბსოლუტური, აი როგორი მომენტი იცით, რომ აი ყველაფერი რომ ლაგდება, ყველაფერი რომ შვიდდება და ზენიტში რომ ხართ ემოციებით, კიდევ რა იქნება სამყაროს არკანი, აქ მეგობრებო, ეჭვიც არ შეგეპაროთ, რომ ყველაფერი გამოგივა, აქ აი წყალი არ გაუვა. სამსახურზე რა ხდება? აი სამსახურზე იგივე არკანი ამოვიდა, რა საინტერესოა მეგობრებო, უახლოესი პერიოდი. რატომ მანახე? ნახეთ, წეღან იყო ხმლების დედოფალი, ახლა არის ხმლების მეფე. აქ რაღაც პრობლემები გაქვთ უფრო ხელმძღვანელთან, აქ რაღაც ხელს უშლიან თქვენს წარმატებას, თქვენს
აი ნახეთ რეალურად თქვენ უნდა იყოთ იმპერატრიცის ენერგიებში, თქვენ უნდა გქონდეთ აბსოლუტურად ყველაფერი. თქვენ ხართ უზომოძლიერი, გაქვთ ძალიან აი დიპლომატიური ნიჭი, ენერგია, მაგრამ აი რაღაცა კონფლიქტური სიტუაცია ისევ იქნება, გაგრძელდება უახლოესი პერიოდი, მაგრამ არა, ანუ შეიცვლით ეს მანახე ეშმაკი წეღან ქურუმი ქალი ისევე სარკანი მეორდება რატო აქ გეუბნებით მეგობრებო ვიღაცა გიშლით ხელს აქ რაღაცა შეიძლება სხვა პირადი მომენტებიც იყოს სადაც რაღაცა წინსვლის მომენტებს აი ისევ ამოვიდა ის არკანი რაც წეხან ამოვიდა აქ კარგად გადახედეთ ვიღაცა ფარულად ურევს თქვენს სიტუაციას კაი მოდი მაშინ ესე ვიკითხავ ეს ფარულად ურევს ამ ყველაფერს და მოკლედ არის სრული ქაოსი მაშინ მოდი ასე ვთქვათ მაშინ ნახეთ ასე ვთქვათ მაშინ მოიცათ ერთი წუთით აქ ხომ არ ერთი წამი Queen of Cups ბოდიში თასების დედოფალი იმპერატრიცა კი არა უცებ აღარ დავაკვირდი მუცელი რაკი ხო ანუ აქ რაღაცა მე მგონია რომ მაინც არ მინდა ისა ძალიან დიდი გაშლაზე წავალთ აქ რაღაცა პირადი ურთიერთობების ფონზე ცოტა სიტუაციების არევდარევის მომენტი მე მიჩანს მაშინ კარგი ეხა შენ ეგ მითხარი აი ეს ფარული სიტუაციები და ქვედა დინებები და რაღაცეები გაიმარჯვებს თუ პირიქით ანუ მოდი ასე ვთქვათ მოერევა ვინც მიყურებს ის ადამიანი ამ ყველაფერს და რა ვექტორით წავა დადებითი თუ უარყოფითი ვექტორით მის სიტუაცია აი იმპერატრიცა არა მეგობრებო თქვენ ამას მოერევით ყველა შემთხვევაში თქვენ ამას აუცილებლად გადააგორებთ და თქვენ აი ნახეთ რა თქვენ ბალანსი პოვით თქვენ ჰარმონიულ სიტუაციაში გადახვალთ და სტაბილურობაში გადახვალთ შეიძლება ვიღაცამ ოჯახით შექმნათ სამსახურთან დაკავშირშია მეტყვით მაგრამ ნახე რა ენერგიები მოდის ოღონდ აქ მოგიწევთ ცოტა ბრძოლა ფინანსებში რა იქნება? ფინანსებში ახლიდან დაიწყებთ რაღაცას. ნახეთ, ძველ სიტუაციას არ კარგავთ ჯერჯერობით, მაგრამ ახალი გიჩანთ. სწორად იქცევით, ანუ ძველი ხო იცით, ხელი არ უნდა გაუშაო. და ნახეთ, Ice of Pet აბსოლუტური სისავსე მოდის. ხვავი მოდის, ენერგია, ბარაკის ენერგიები მოდის. აი კიდე ამოვიღოთ ერთი არკანი თუ გინდათ და ვნახოთ. რატო კაცო ეს რა არის? ანუ ერთი წამით აჰა ანუ ის რომ აი ამ ყველაფერს რაც წეღან ვილაპარაკე სანერვიულოს იტოვებთ უკან და ბოროტმა სასძლია კეთილმანა ხო არსება მისი გრძელია ეს მომენტია მზის ენერგიით აბსოლუტური გამარჯვება და წინსვლა და წარმატება გიჩანთ მეგობრებო მაინც რო ვიქექები არა ვიღაცა აუცილებლად აქ ნახეთ რა ენერგიები მოდის არა აქ აი უნდა გამოხვიდეთ ყველანაირი სიტუაციიდან ყველაფერი ილუზიებიდანაც შიშებიდანაც და თქვენი სტაბილური სიტუაცია უნდა შეიქმნათ მადლობა მესამე ვარიანტსაც დაგებშტობებით დროებით